მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზი კუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში, ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში. შეგახსენებთ, რომ ჩვენ კლინიკაში ექიმთან მოსახვედრად აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია. ჩვენი კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 50, 593 30 02 33. ჩვენ ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემაში ესკულაპი. გადაცემა გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად პეკატივის ეთერში 20 საათზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს, დღის საათებში ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან ცდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ ჩვენ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideoG პეკატივის გვერდი live რეჟიმში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ჩვენი კლინიკის კარდიოლოგი ქალბატონი ცირა ქრისტესიაშვილი. ქალბატონი ცირა დღეს ძალიან საინტერესო თემით სასაუბროთ მოვიწვიეთ. ეს თემა მეც ძალიან მიყვარს, არ მოგატყუებთ, იმიტომ რომ ეხება ძალიან პატარა ნაწილით, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვნად მაინც სწორკვებასაც და სწორი ცხოვრების რეჟიმსაც ზოგადად. და მე ვიტყოდი, რომ ეს დაავადება, ეს თემა, რომელსაც ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ, ითვლებოდა მე-20 საუკუნის პრობლემად, 21 საუკუნის პრობლემად. ალბათ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის იყო ეს პრობლემა მეტნაკლებად, თუმცა ცივილიზაციამ უფრო და უფრო დიდი მასშტაბის შეძინა მას. ეს არის გულის იშემიური დაავადება და კიდევ ერთი საინტერესო პატარა ფრაგმენტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომელზეც მინდა რომ ქალბატონმა ცირამ გვესაუბროს, ეს არის ქოლესტერინი და მისი როლი გულსიძარღვთა სისტემის დაავადებებში, იმიტომ რომ რაღაც ავადსახსენებელი ქოლესტერინი დღესდღეობით ვიცით, რომ ცოტა სხვანაირი კუთხით უყურებს უკვე მედიცინა და გველაპარაკება რაღაცა ცუდ და რაღაც კარგ ქოლესტერინზე, რაც მოსახლეობისთვის ცოტა არ იყოს გაუგებარი თემაა. და მასე ქალბატონი ცირა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მოგვახსენეთ რა არის პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა იცნობს როგორც გულის იშემურ დაავადებას. დიდი მადლობა. მეც ვერთდები იმ ამბავს, რომ ნამდვილად გულის იშემიური დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება განსაკუთრებულად განვითარებულ ქვეყნებში, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ დაავადებით გამოწვეული პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ძირითადი მიზეზი, რატო ვითარდება გულის იშემიური დაავადება, მას კიდე შემოკლებით ეძახიან ხოლმე გიდი, არის კიდე ესეც სახელწოდება კორონარული სისხლძარღვების არტერიების დაავადება, კადი, ესეც ხდება ლიტერატურაში. ძირითადი მიზეზი ამ დაავადების გამომწვევი არის კორონარული, ანუ გვირგვინოვანი გულის მკოებავი სისხლძარღვების დაზიანება, ათეროსკლეროზული დაზიანება. მართალია, მიზეზი ათეროსკლეროზის განვითარების ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ რამოდენიმე ჰიპოთეზას შორის ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზა არის თრომბული დაზიანების მექანიზმით გამოწვეული ეს დაავადება. რატო ვითარდება ესე იგი დაზიანება, თრომბული დაზიანება? იმიტომ, რომ კორონარული დაავადების დროს ზიანდება ძირითადად მსხვილი და საშუალო კალიბრის კორონარული სისხლძარღვები, განსაკუთრებულად ზიანდება კორონარული სისხლძარღვის შიდა შრე, რომელსაც ეწოდება ინტიმა, ზიანდება ენდოთელიური უჯრედი და ამ დაზიანების მაპროვოცირებელი ფაქტორი არის ხოლესტერინის მატება, ანუ ჰიპერხოლესტერინემია. ქოლესტერინი, რომელზეც დიახ, სწორედ რაც ძალიან პოპულარულია, ჰიპერქოლესტერინემია. ნუ გარდა ჰიპერქოლესტერინემიისა, მაპროვოცირებელი ფაქტორი არის კიდე მაგალითად არტერიული წნევის მატება. მაპროვოცირებელი ფაქტორია ტრომბოციტების ფორმიანი ელემენტების, რომელიც არსებობს სისხლში, მათი შეწევების, აგრეგაციის უნარის მატება. მაპროვოცირებელი ფაქტორია ციტოკინინების და სხვადასხვა ბიოქიმიურად აქტიური ნივთიერებების მატება სისხლში, მაგრამ წამყვანი როლი მაინც ენიჭება ქოლესტერინის მატებას. ზოგადად რა არის ქოლესტერინი? ქოლესტერინი არის ლიპიდი, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში. ყველა ნორმალურ ადამიანს, ჯამრთელსაც და დაავადებულსაც ქოლესტერინის რაღაცა რაოდენობა სისხლში ცირკულირებს.
ქოლესტერინი წყალში არ იხსნება და იმისათვის რომ ღვიძლიდან სისხლის ნაკადით გავრცელდეს მთელ ორგანიზმში, არადა ქოლესტერინი საჭიროა. საჭიროა იმისთვის, რომ მაგალითად მემბრანის უჯრედის მემბრანის მდგრადობა შეინარჩუნოს, საჭიროა სინთეზისთვის, ჰორმონების ან D ვიტამინის სინთეზისთვის. მაგრამ რაკი წყალში არ იხსნება, იმისათვის რომ გავრცელდეს, უნდა შეკავდეს. და შეკავება ხდება ცილასთან და ამიტომ წარმოიშვება ტერმინი ლიპოპროტეიდები. აი ეს ლიპოპროტეიდები მათი რამოდენიმე ფრაქცია ცირკულირებს სისხლში, იკვლევენ სწორედ ამ ლიპოპროტეიდულ პროფილს ადამიანის სისხლში. ეს არის რუტინული კვლევა, რომელიც წესით უნდა უკეთდებოდეს ყველა ადამიანს 20 წლის ზემოთ. ამაში შედის საერთო ქოლესტერინი, შედის დაბალი სიმკვრივის, მაღალი სიმკვრივის, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები და ტრიგლიცერიდები. ეხლა ყველაზე პოპულარული არის ეს მაღალი სიმკვრივის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები. მაღალი სიმკვრივი სხვანაირად კიდე კარგ ქოლესტერინს ეძახიან. იმიტომ რომ ეს მათი რაოდენობის შემცირება ცუდია. პირიქით უნდა ბევრი იყოს ის სისხლში, რომ უფრო მეტად მოხდეს ამ ქოლესტერინის ცუდი ქოლესტერინის უკან დაბრუნება ღვიძლში. და როდესაც მატულობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, მაშინ უკვე მიმდინარეობს ათეროგენული პროცესი უფრო სწრაფად. მოგეხსენებათ, ყველა ორგანოს გააჩნია ანუ ეს ცუდი ქოლესტერინია LDL-ი, რომელსაც ესეთი რომელიც ძალიან ცუდი, ინგლისური აბრევიატურით დაბალი, low, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები. ესე იგი, ათეროგენოზს აქვს სტადიურობა. პირველი სტადია ეს არის დაზიანებული ენდოთელიუმი უჯრედში წარმოიშვება, აი ამ ინტიმის შრეში წარმოიშვება ლაკა. ეს ლაკა სხვათა შორის არის ახალშობილების სექციაზეც აღმოაჩინეს მათ სიძაღლობშიც ესეთივე დაზიანება. შემდეგ უკვე მიდის პროგრესირება პროცესის. ლაკა გადადის ფოლაკში, ემატება ფიბროზული წარმონაქმნი, უკვე რაღაც სოლიდური წარმონაქმნია ფოლაკი. ფოლაკი განიცდის დესტრუქციას. ეს შეიძლება იყოს რისი შედეგი, რომ დანეკროს და დაემატა მაკროფაგები, დაემატა ტრომბოციტები, დაილექა ეს ტრომბოციტები, წარმოიშვა აგრესია და შეიძლება ეს ფოლაკი დაიშალოს. ეს დაშლილმა მასებმა მოახდინოს უკვე სისძარღვის სანათურის დახშობა. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, იმდენად დიდია ეს ფოლაკი, რომ დაახშო და საერთოდ გამოითიშა ის უბანი კვებისაგან, ხო? სანათურის გამოვლობა დაიხშო. ხო, აღარ არის გამავალი სანათური. ახლა კლინიკურად ეს ვლინდება სწორედ იმაში, რომ არის ჟანგბადის უკმარისობა. ის უბანი, რომელიც არ იკვებება, განიცდის ჰიპოქსიურ მდგომარეობას, ჟანგბადის ნაკლებობას. და გულის იშემიური დაავადება, კლინიკური ფორმები, ეს არის მიოკარდიუმის ინფარქტი და ეს არის სტენოკარდიის სხვადასხვა ფორმა, დაძაბვის, მოსვენების სტენოკარდია, ანგიოსპასტიური სტენოკარდია და ასე შემდეგ. ესე იგი, ასე თუ ისე საფუძვლად უდევს იშემია და იშემია განვითარებული იმის ფონზე, რომ არის დისბალანსი მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის. რა დროს იცვლება მოთხოვნილება? მაგალითად, მოთხოვნილება ჟანგბადში შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის დროს. მატულობს წნევა, მატულობს გულისცემის სიხშირე, მეტი ჟანგბადი გჭირდება. ათეროსკლეროზით დაზიანებული კორონარული სისძარღვი არსებული ფოლაკის, თუნდაც ის არ იყოს დესტრუქციული, არ აძლევს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი მიაწოდოს მიაწოდოს სისხლის ნაკადი ორგანოს, ხო? დისბალანსის შედეგად განვითარდა ტკივილის სინდრომი. აი ეს ტკივილის სინდრომი არის წამყვანი კლინიკური ნიშანი, რაც გამოავლენს გულის იშემიურ დაავადებას. საკმაოდ ძლიერი და ისეთი ტკივილი ტიპიური სტენოკარდიის დროს მკერდის ძვლის უკან irradiatsiით მაცხენა ხელში ბეჭის მიდამოში, თუმცა არსებობს ატიპიური სტენოკარდიაც. თუ ტკივილი გახანგრძლივდა ის უბანი, რომელშიც ნაკლებად იკვებება, განიცდის დანეკროზებას და ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. ახლა
ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს დაავადება რა კი, მაგრამ აი ამ ხოლესტერინის მატებას რა უწყობს ხელს, რატომ ატულობს ხოლესტერინი. ამასაც აქვს თავისი რისკ ფაქტორები. არ არის ამ წამყვანი რისკ ფაქტორებში შედის ეს არის არასწორი კვება, სწორედ ის რაც თქვენი პროფილია, ქალბატონო ლიზი, ეს ჭარბი რაოდენობით ცხოველური ცხიმის მიღება, შემდეგ რაფინირებული ნახშირწყლების ჭარბი რაოდენობით მიღება, სხეულის მასის მატება, თუ BMI 30-ზე მეტია, ეს უკვე ერთ-ერთი რისკ ფაქტორია. ჩვენი ადინამიური ცხოვრების წესი, ჭარბი რაოდენობით ნიკოტინის მიღება, იმიტომ რომ რომელიც თავისთავად სიზარღვებსაც ავიწროებს და გარდა მაგისა ნიკოტინს აქვს უნარი, აი ეს კარგი ხოლესტერინის რაოდენობა შეამციროს, ესეც რისკ ფაქტორია და ასაკი. მე ვთქვი, რომ შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც დაემართოს მეთქი ჰიპერხოლესტერინემია, მაგრამ სტატისტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია მამაკაცებში, ეს არის 40-35 წლის ზემოთ და ქალებში მენოპაუზის შემდეგ, იმიტომ რომ ესტროგენებს, ქალის სქესობრივ ჰორმონებს გააჩნიათ თავისი დამცავი როლი. ისინი კარგად მუშაობენ კარგი ხოლესტერინის დონის შენარჩუნებაზე. როგორც კი წავა კლება ესტროგენებისა, ჭარბობს უკვე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. და სწორედ ამ პერიოდში აქვთ ქალბატონებს ხშირად სწორედ ამ პერიოდში ტონის მატება განსაკუთრებით მუცლის მიდამოში. 2 და 3 რისკ ფაქტორის კომბინაცია, თუმდაც ხოლესტერინის დონე არ იყოს ძალიან მაღალი, უკვე დამატებული მეორე, მესამე ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ექიმმა უფრო აგრესიულად უნდა დაიწყოს მკურნალობა. დიახ, უკვე რისკ ჯგუფში ჭირდება ყველანაირად რისკ ჯგუფში. ახლა რითი ვკურნალობთ ჰიპერხოლესტერინემიას? ჰიპერხოლესტერინემიის მკურნალობა პირდაპირ მედიკამენტოზური მკურნალობით არ იწყება. იმიტომ რომ იცით, ეს გამომჩა, მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ არის პირველადი და მეორადი ჰიპერლიპიდემია. ეს რას ნიშნავს? პირველადი ეს არის გენეტიკურად განპირობებული. ძალიან საინტერესო როლი, როცა გენეტიკა, ამიტომ, როდესაც ახალგაზრდა ასაკში მაღალი ციფრები დაფიქსირდება ამ ანალიზის შედეგად, აუცილებელია შემოწმდეს ყველა ახლონათესავის და მშობლების ხოლესტერინის დონეს სისხლში. კარგად გამოიკითხოს ანამნეზი არის თუ არა იქ რომელიმე გულის პათოლოგია ანამნეზში, და უეცარი სიკვდილის არსებობა ანამნეზში, ნათესავებში. სწორედ ამიტომ გეკითხებათ ხოლმე ექიმი, როდესაც მიბრძანდებით უახლოესი ოჯახის წევრებს თუ ქონდათ არტერიული, ეს უკრთ ხოლმე რა შოია დედა, რა კავშირშია დაუშვათ ამ პირდაპირ კავშირშია გენეტიკოდ განსაკუთრებულად ახალგაზრდა ასაკში აღმოჩენილი ჰიპერხოლესტერინემია და მეორადი ჰიპერხოლესტერინემია, ანუ კიდე მეორადი ჰიპერლიპიდემია, როგორც ხმარობენ ტერმინს, ეს არის პათოლოგია, რომელიც თანმხლებია სხვადასხვა დაავადებებთან, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, განსაკუთრებულად ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოთირეოზი, მაგალითად თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მიმდინარე დაავადება, მაგალითად ნევროზული სინდრომი. ეს არის მეორადი ჰიპერლიპიდემიის მანიშნებელი. დავადგინეთ, რომ არის ჰიპერლიპიდემია. პირველ ეტაპზე ციფრებს გააჩნია, ვამბობ მაგას ხალგასმით, იმიტომ რომ თუ ციფრები მაღალია, მაგალითად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები აღემატება 190-ს, ან უდრის ან აღემატება, აქ პირდაპირ ჩვენებაა უკვე მკურნალობა მედიკამენტოზური მკურნალობისა. მაგრამ ციფრები თუ არ არის ძალიან მაღალი, 160-ის ფარგლებშია, მაგრამ არის რისკ ფაქტორები, თუნდაც 2 ან 3 რისკ ფაქტორი, ჭარბი წონა, ადინამიური ცხოვრების წესი, აქაც საჭიროა მედიკამენტოზური ჩარევა. ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის პირველი ეტაპი მკურნალობისა გულისხმობს ცხოვრების ჯანმრთელი წესით დაწყებას. მათ შორის თუნდაც თამბაქოზე თავის დანებებას, რომელიც ასევე უკრთ ხოლმე, რატომ თქოს ექიმი. ჩვენი ახირება გონიათ ხოლმე ხშირად თუ დააგვირდებით, რომ
არ უყვართ იმ იმის რაც დისკომფორტს იქონდეს. თამბაქო გონიათ ხოლმე რომ ჩვენ ვაზვიადებთ, თუმცა არ არის ესე. ისევე როგორც კვება, მოწესრიგებული კვება, ამოღებული უნდა იყოს შემწვარი პროდუქტი, ამოღებული უნდა იყოს ხორცის ნახარში, ცხოველური ცხიმლი რაციონში უნდა შეადგენდეს 1/3. როდესაც ექიმთან მიდიხართ, როგორც წესი ექიმებს აქვთ ხოლმე ბიულეტინები, სადაც მითითებულია, რომელი პროდუქტის ხმარება საერთოდ უნდა მოეღოთ, რა იშვიათად და რა უნდა მიირთვათ. და რა მიირთვათ, ამაში შედის ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და აქტიური ცხოვრების წესი გულისხმობს, რომ უნდა იყოთ ბევრს მოძრაობდეთ, დადიოდეთ ფეხით, რეგულაცია უნდა ჰქონდეს ძილს, ღამის ძილი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კვების რეჟიმს, იმიტომ რომ შეიძლება გითხრას, რომ მე სწორედ იმას ვჭამ, რასაც მაგრამ ჭამდეს ამას ღამის საათებში, დღეში ერთხელ საღამოს. ან დიდი რაოდენობით პორციას ერთ ჯერზე და აი კვების რეჟიმი ზუსტად მაგას გულისხმობს. თუ არ დაექვემდებარა და ამ ცხოვრების ჯანმრთელი წესით მარტო ამითი მოწესრიგება 3 თვის შემდეგ განმეორებული ანალიზი საჭიროებს უკვე მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყებას. იცით, მე მინდა კიდე გითხრათ, რომ ავადმყოფების 1/3, როგორც წესი, მარტო ცხოვრების ჯანმრთელი წესის გაუმჯობესებას არ ექვემდებარება მათი ანალიზი გამოსწორებას. როგორც წესი საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას. ამაზეც გიწევენ პაციენტები წინააღმდეგობას, როგორ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა სვა წამალი. ჩვენ ვურჩევთ, რომ წამალი შეიძლება დალიო, კონტროლი უნდა გააკეთო აუცილებლად 3-6 თვეში ერთხელ. თუ ლიპიდები უკეთესო მდგომარეობას გიჩვენებს, შეიძლება დოზის ტიტრაცია, ანუ დოზის შემცირება, მაგრამ არსებული რისკ ფაქტორებთან ერთად შეუღლებული ჰიპერტონიას და შაქრიან დიაბეტთან, ჰიპოთირეოზთან გულისხმობს იმას, რომ წამალი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს პაციენტმა. კი ბატონო. ქალბატონ ცირა, ერთი საინტერესო დეტალიც მინდა გკითხოთ. არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ მტკიცებულება ვიტყოდი, რომ არც ის ფიზიკური აქტივობის დაწყება არ შეიძლება უცბად და ძალიან მაღალი დოზით, ხო მართალია, როცა კომპრომეტირებულია სისხლძარღვები, მით უმეტეს კორონარებზე საუბრობდით ჩვენ, არის შემთხვევები, როდესაც უცბად, როცა ადამიანი მიმართავს ესეთი მკვეთრ ფიზიკურ დატვირთვას, აბსოლუტურად მიუჩვეველი ორგანიზმი, შეიძლება პრობლემა აქაც შეიქმნას, ხო მართალია? ამიტომაც ყოველთვის უმატებთ ხოლმე, რომ ის ფიზიკური დატვირთვა უნდა იყოს სამედიცინო თვალსაზრისით რაციონალური და დოზირებული, ამას უხსნით ყოველთვის. აი ერთბაშად კი ხარ ახალგაზრდა ადამიანი 40 წლის, მაგრამ 20 წლის ასაკში 2 ტაიმს რო თამაშობდი ფეხბურთს მეგობრებთან ერთად და შენ 5 წელი აღარ გითამაშია და გითხარი, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, არ ნიშნავს, რომ შენ ხვალიდან შეძლებ ასეთივე დატვირთვით თამაშს, არ ნიშნავს მაგას. დოზირება ნიშნავს, რომ უნდა იყოს მზარდი, ყოველ კვირა 10 დღეში ერთხელ ნელა-ნელა აქტივობა მატულობდეს, აუცილებლად უნდა წნევის კონტროლი, პულსის კონტროლი და ყოველთვის თუ მithumetes დიდი პაუზაა გაკეთებული, ჯობია დაიწყო ჩვეულებრივი სიარულით. ჩვეულებრივი სიარულით, განსაკუთრებულად ადამიანი, როდესაც ასაკშია და მას სთავაზობ აქტივობას, ფიზიკურ აქტივობას, ის არის კატეგორია ადამიანებისა, რომელსაც არასოდეს არ ყოფილა სპორტით დაკავებული და 50 წლის ასაკში რაღაცა სპორტს დაიწყოს აქტიურად ფიტნეს კლუბში სიარული წარმოუდგენელი. ეგ შეიძლება მართლა კრიზისამდე მივიდეს. იმით უმეტეს, რომ იცით, აი თანამედროვე გაიდლაინებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არაობსტრუქციული შემიურ დაავადებას. აი არც უკვე ჩამოყალიბდა ესეთი ტერმინი არაობსტრუქციული კორონარული სისხლძარღვები. გააკეთეს კორონაროგრაფია, ეს არის მეთოდი, როდესაც შეყავთ კონტრასტული ნივთიერება და კონტროლის რენტგენოლოგიური კონტროლის ქვეშ მოწმდება მსხვილი და საშუალო კალიბრის სისხლძარღვები. არ არის ობსტრუქცია, ანუ კრიტიკული შევიწროება არ არის და კლინიკურად არის სტენოკარდია. აი ესეთი პათოლოგია ძალიან ბევრია
და შედეგად უკვე მიდიან იმ დასკვნამდე, რომ აი მაგალითად 24 წელს ჩატარებულ კონგრესზე უკვე დაიწყეს ლაპარაკი მიკროცირკულაციის დარღვევაზე. ეს მიკროცირკულაცია არ ჩანს კორონაროგრაფიაზე. ამას დამატებითი კვლევები სჭირდება. აი მაგალითად კორონარული სცინტიგრაფია, რადიოიზოტოპული მეთოდებით გამოკვლევა, რა ძვირადღირებული პროცედურაც არის და მაინც გავრცელებულიც არ არის. მაგრამ რაკი არსებობს, ექიმმა უნდა დაუშვას ამის არსებობა. და ახლა მიკროცირკულაციის თუმცა იმ შემთხვევაშიც მაინც საუბარი არის სიზარღვების მართალია მწული კალიბრის, მაგრამ ათეროგენული გენეზის დაზიანებაზე. თუმცა გულისხმობენ, რომ შეიძლება იყოს ანემიის ფონზე, შეიძლება იყოს მაგალითად ანთებითი ფიბროზული დაავადებების ფონზე განვითარებული მიკროცირკულაციის დარღვევა. აქ ახლა ძნელი სათქმელია. ხო, მიზეზი და ეტიოლოგია ინდივიდუალურია. ხო, ინდივიდუალურია, მაგრამ აი ყოველ შემთხვევაში არსებობს უკვე ესეთი ტერმინი, არა ობსტრუქციული კორონარული არტერიების დროს დაავადება მიმდინარე ქრონიკული კორონარული სინდრომი, სტენოკარდიით მიმდინარე. ქალბატონმა ცირამ კორონაროგრაფია ახსენა, შეგახსენებთ რომ ვინც არიცით ეს გულის მკვებავსის დარღვევზეა საუბარი, როგორც გვირგვინი ისე უვლის გულსო და ამიტომ დაარქვეს კორონარები, მათ კორონა ლათინურად ნიშნავს და არა რუსულად გვირგვინს და აქედან გამომდინარე ესეთი ლამაზი სახელწოდება მიიღო. და ზუსტად მათი კვლევა არის კორონაროგრაფია, რომელსაც დღესდღეობით საკმაოდ გაფართოებულად მიმართავენ ექიმები. ეს არის უკვე ერთ-ერთი რუტინული კვლევა ასე. და საკმაოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა კორონაროგრაფიამ, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც მედიცინა, როცა ინფარქტით მიყავდათ პაციენტი, ვერ ახდენდა სათანადო დახმარებას. დროულად ჩატარებული კორონაროგრაფია და კრიტიკული სტენოზის აღმოჩენა გაძლევს საშუალებას, რომ პირველივე საათებში, სადამ არ მომხდარა იმ კვებიდან გამოთიშული უბნის დანეკროზება, ანუ ინფარქტის ჩამოყალიბება, ანუ რასაც ინფარქტს ვეძახით, რასაც ქვია ინფარქტი, აღადგინოს სისხლის მიმოქცევა სწრაფად, ეს შეიძლება მოხდეს სტენტირების მეშვეობით და თუ აღმოჩნდა, რომ ბევრი სიზარღვია ასე დახშული, მაშინ უკვე სთავაზობენ ხოლმე კორონარულ შუნტირებას, როდესაც იყენებენ შენივე ვენას მასალად და აკეთებენ ხელოვნურად ფაქტურ ახალ კორონარულ სიზარს. ანუ ამან ძალიან მკვეთრად გაზარდა გადარჩენილი სიცოცხლის რაოდენობა და ხარისხიც ალბათ ხარისხი, ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა ბევრად. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია კარდიოლოგიაში და საერთოდ კარდიოლოგია საქართველოში ნამდვილად ძალიან კარგი ტემპით ვითარდება. მედიცინის ეს დარგი მართლაც ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და არ ჩამორჩება ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს ნამდვილად ესეა. კი ბატონო, ჩვენ ახლა ათეროსკლეროზულ ცვლილებებზე საუბრობდით. აი აქაც ერთი საინტერესო ფაქტორი მინდა ხშირად აიგივებენ ხოლმე ათეროსკლეროზ პაციენტებს. ათეროსკლეროზი ესმით როგორც სკლეროზი, რომელიც ჩვენთან დამკვიდრებული სტიგმიდან გამომდინარე მეხსიერების პრობლემას უკავშირებენ, თუმცა ეს რა თქმა უნდა მცდარია და სხვადასხვა დიაგნოზია საუბარი ამ შემთხვევაში და მინდა გითხრათ, რომ კი, თავისთავად ათეროსკლეროზულმა ცვლილებებმა შეიძლება მერე ცვლილებები გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ და ეს ათეროსკლეროზული ცვლილებები გულის მკვებავსის დარღვევზეა საუბარი. თუმცა რა თქმა უნდა, სხვა უბანზეც შეიძლება ანალოგია. კი, ათეროსკლეროზული დაზიანება მიმდინარეობს ყველა სისხლში. თუ ეს არის თავის ტვინის, ეს არის სწორედ კლინიკური გამოვლინება, ინსულტები, ის მეხსიერების დაქვეითება, რომელზედაც ქალბატონი ლიზი ლაპარაკობს, ეს მეტწილად უფრო ასაკობრივი დემენციისთვის დამახასიათებელია. ათეროსკლეროზული პროცესი თვალის ფსკერზე მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის ფონზე, რომელმაც შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ათეროსკლეროზული პროცესი კიდურებში, მაგალითად, იგივე შაქრიანი დიაბეტით, ენდარტერიტების იგივე მწველებშიც სამწუხაროდ, რომელიც ასევე ძალიან გამოშვებითი კოჭლობის კლინიკური სინდრომის ჩამოყალიბებით. ანუ სადაც სიზარღვია, ყველგან შეიძლება იყოს იგივე გენეზის ათეროსკლეროზი. უბრალოდ ჩვენ
გულის ისემიური დაავადება გამოგვაქვს ცალკე დღეს სალაპარაკო თემად, იმიტომ რომ აქ წამყვანი როგორ არის სქესობრივი თანაფარდობა ამ მხრივ ქალბატონი ცირა, რომელი ასაკო ქალებში, მამაკაცებში სადუქო დიდი? კაცებში, მამაკაცებში სჭარბობს, მაგრამ ქალები ეწევიან უკვე, იცით, თუ ახალგაზრდა ასაკში მამაკაცები სჭარბობს, უკვე მენოპაუზის შემდეგ 50 წლის შემდეგ თანაბარდობა ერთნაირია ქალებსა და კაცებს შორის. ქალები ეწევიან და ეს მიკროცირკულაციის დარღვევა, სწორედ მე რასაც ვლაპარაკობდი, უფრო მეტად გამოხატულია ქალებში. ქალებში, კი. აი ესეთი არაკორონაროგენული, თითქოს არაკორონაროგენული ინფარქტებიც არსებობს, მაგალითად ვაგონოსპაზმით მიმდინარე, ესეთი ბევრია მიზეზები, რის გამოც შეიძლება ქალის აი ჰორმონალური სპექტრის დარღვევამ ბიძგი მისცეს ბევრ სხვა დაავადებას. რამდენად მნიშვნელოვანია ამ მხრივ სტრესის როლი? უშუალოდ, ათეროსკლეროზი თავისთავად შეიძლება არსებობდეს, თუმცა სტრესის ფონზე პროვოცირება მოხდეს თუნდაც დაუშვათ პროვოცირება მოახდინოს, იმიტომ რომ სტრესის შემიის ტერმინიც არსებობს, მიოკარდიუმი ვარდება ეს სტრესულ სიტუაციაში. ესეც განპირობებულია კატეხოლამინების ჭარბი რაოდენობით, გამომუშავებით ადრენალინი, ნორადრენალინი, ჟანგბადის რაოდენობა. ისედაც დაზიანებული სიძვალი სანთური თუ უფრო შევიწროვდა სპაზმის შედეგად შეიძლება, თუმცა შეიძლება შევიწროვდეს სიზარღვე ისეთი, რომელიც ათეროსკლეროზით დაზიანებული არ არის და ამანაც განაპირობებს იგივე კლინიკური სურათი გამოვიდეს. ეს ალბათ უფრო ახალგაზრდა. აი ეს უფრო ახალგაზრდა ასაკისთვის არის და ქალებისთვისაც ეს უფრო დამახასიათებელია. კი ბატონო, მერთი საინტერესო დეტალიცაა, ხშირად ძალიან მოულოდნელად აღმოცენდება პაციენტი მოდის ესე რაღაცა ერთჯერადი ეპიზოდის გამო და იგებს აი ამ დიაგნოზს, რომ მას აქვს გულის ისემიური დაავადება და იწყება ხოლმე თქვენ სწორი ბრძანეთ, ეს ჩვენც გვინახავს ჩვენ კლინიკაში, რაღაცა პროტესტის გრძნობა უჩნდებათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვერ გვებიან იმას, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თუ სიცოცხლის ბოლომდე არა, ასე ვთქვათ, უწევთ მედიკამენტოზური ჩარევა. თუმცა ჩვენ ვამშვიდებთ იმით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც თქვენ ბრძანეთ ქალბატონ ცირა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობასაც, გამოსავალსაც, დოზებსაც ალბათ ძნის. დოზის ტეტრაციასაც ვახდენთ. რამდენ ხანში ერთხელაა საჭირო ისე მომართვიანობა? პირველ ხანებში სარამ ეს სტაბილურ ციფრებს მივიღებთ, ლიპიდები უნდა მოწოდებოდეს 3-4 თვეში ერთხელ, მერე შეიძლება 6 თვეში ერთხელ. მაგრამ როდესაც ადამიანი უკვე წლები აღებულობს ამ რუტინულ კვლევებსაც ეჩვევა და რაღაცა უჯდება უკვე გეგმაში, სამუშაო გეგმაში, რომ ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ როდესაც ახლად არის ეს დაავადება გამოვლენილი, უფრო ძნელია დაყოლიება ადამიანის, ყოველივე ამ კვლევებზე სიარულიც, წამლის რეგულარული მიღებაც და ცოტა არ იყოს ძნელია ჩვენ მოსახლეობაზე ამისი ზეწოლა არა, როგორი სიტყვა შევარჩიო, აი ახსნა უფრო არის საჭირო, ზეწოლა არა. უნდა გააგებიო, ავანტყოფს, რომ მის სასარგებლოდ ლაპარაკობ, რომ სიტყვა წამალი თითქოს საწამლავს შეიცავს ფუძეში, ხო? მაგრამ სარგებელსა და დაზიანებას შორის წონის ისპინა, სადაც სარგებელია. კი ბატონო. და ამიტომ ჯობია ილაპარაკო სარგებელზე, დააჯერო ადამიანს, რომ შემდგომი გართულებებიდან თავისდან აცილება. იცით, ძალიან დიდი ხანია მოწოდებულია სპეციალური ცხრილები, სადაც შეგიძლია ხოლესტერინის, წნევის ციფრების, ასაკის და არსებული დიაბეტის, არის თუ არ არის დიაბეტის, სხვადასხვა ცხრილს იყენებ, დაადგინო სიკვდილიანობა 10 წლის განმავლობაში, როგორი საშიშროება აქვს ამ ადამიანს სიკვდილიანობის. ახლა იცით, მიახალო და ეს უთხრა ადამიანს, რომ შენ ჩაჯექი, რომ შენი სიკვდილიანობის პროცესი მაღალია, ვარიანტი შენ წითელ გრაფაში აღმოჩნდი, არაფრით არ შეიძლება, მაგრამ შენ ექიმა, რომ ეს გააკეთე და წითელში აღმოჩნდა ეს პაციენტი, უკვე შენ თვითონ უნდა აინთო შენი განგაშის მანიშნებელი და დაარწმუნო ეს პაციენტი. დაარწმუნო პაციენტი, რომ უკეთესია თუ დამემორჩილებით. სხვათა შორის, სხვა
სხვადასხვა აქტივობა არსებობს ჩვენ ქალაქშიც და ქვეყანაშიც, იგივე არტერიული წნევის გასაზომად თუნდაც აფთიაქო ქსელებში დგას უკვე აფთიაქებში, ხო ეს აპარატი და უფასოდ ყოველგვარი იმის გარშემო საკმაოდ მაღალი ხარისხის აპარატით იზომავ წნევას. პერიოდულად ეწყება რაღაც არტერიული ჰიპერტენზიის, გულის შემიური დაავადების რაღაცა დღეები, აქციები, სხვადასხვა კლინიკის მხრიდან რა თქმა უნდა კამპანიები, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ აი ადამიანი რომელიც ვერც კი წარმოიდგენდა, დაუშვათ რომ მას ეს პრობლემა ჰქონდა, მიმართა და დროულად დაიწყო. ეს არის ზუსტად აი რაღაც სკრინინგული მეთოდის მნიშვნელობა. სკრინინგული მეთოდი, მაგრამ ისევე როგორც აი ჰიპერტონიაში არსებობს წნება საოფისე წნევა, რომელიც შემთხვევით შეიძლება იყოს აი ესეთი სკრინინგის დროს აღმოჩენილი, ლიპიდემიის დროს ეს არ გეხმარება. და ანალიზია წამყვანი. ხო, იქ ანალიზია წამყვანი, იმიტომ რომ ჩივილი ადამიანს არ აქვს. არა, და შემთხვევით აღმოუჩინეს მომატებული ჰიპერლიპიდები და როგორ გინდა შენ დაარწმუნო, რომ შენ უნდა მთელი ცხოვრების განმავლობაში წამალი დალიო. ზოგჯერ ადამიანი გეუბნება, მე ხომ ჭარბიწონის არა ვარ, გამხდარი ვარ, აი ცნება ისეთი რომ მაინდა-მაინც ჭარბიწონის ადამიანს აქვს მომატებული ხოლესტერინი. არ არის ეგ ხშირად უკავშირებენ დაავადებულ ღვიძლს, იმიტომ რომ მე პირადად ჩემი პაციენტებიდან მსმენია, რომ ღვიძლია გაცხიმოვნებული და ამიტომ ეს თვითონ პაციენტებმა ესე იციან გამოხატვა და ძალიან ბევრჯერ ერთმანეთს ურჩევენ ხოლმე რომ თუ ღვიძლი გაწუხებს აი ხოლესტერინი ნახე ეს ეთყობა ესეთი ცოდნის ფრაგმენტული ცოდნის მაგრამ მაინც შედეგია განათლების რა თქმა უნდა ძალიან კარგს ნიშნავს იმას რომ რაც უფრო პოპულარულად აუხსნით მოსახლეობას რა მოსალოდნელი რისკებია ჯობია რომ ეს პაციენტმა იცოდეს ეს ეხება არა მარტო მაგალითად ჰიპერხოლესტერინემიას ეს ეხება მაღალ არტერიულ წნევასაც. თუმცა თავისთავად ქალბატონმა ცირამ ძალიან საინტერესო დეტალი თქვა სიზარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებები მარტო გულს არ ეხება ხო მართალია და ამიტომ შესაბამისად არის შესაძლებლობა რომ პაციენტი სხვა ექიმთან მივიდეს პირველადი მიმართვიანობით და აი მაგალითად მინახავს შემთხვევა როდესაც ორსულთა პათოლოგიების დროს დაუშვათ ორსული მიმართავს პირველად წნევის გამო სიტყვაზე გინეკოლოგს თავის მკურნალს და იქ აღმოჩნდება რომ ცვლილებები არის ლიპიდურ სპექტრშიც რაღაც ანუ აი ამ მიდგომას ექიმთა გუნდის რომ სწორედ გადმოამისამართონ საბოლოო ჯამში კარდიოლოგთან რომელსაც ყველაზე მეტად უნახავს ხო ასე ვთქვათ ამ გართულებების შედეგი და როგორც სტატისტიკა აჩვენებს სხვა ორგანოში არსებული ათეროსკლეროზული ცვლილება უკვე გულისხმობს რომ გულსიზარღვთა სისტემაშიც გულში მით უმეტეს თავისთავად არის ალბათ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო გუნდის სწორ მუშაობას ერთმანეთთან და ისე არ უნდა მოხდეს რომ პაციენტი მარტო ერთი ექიმის თუნდაც გინეკოლოგის მართვით არ უნდა წავიდეს ორსული რომელსაც აწუხებს წნევა იქ უნდა ჩაერთოს უკვე სხვა რატომ იმიტომ რომ დაავადება შეიძლება ძალიან ცუდი შედეგითაც დამთავრდეს არანამკურნალების შემთხვევაში და ქალბატონმა ცირამ ამაზე გვესაუბრა როგორც თქვენ აღნიშნეთ ქალბატონო ცირა აი იმ გაფართოებულმა ინტერვენციულმა ჩარევებმა იგივე კორონაროგრაფიებმა სადაც ხდება დიაგნოზის ზუსტი დასმა და ვერიფიკაცია ყველაფერი აი რომელი ანატომიური ნაწილია დაზიანებული კორონარო სტენტირებებმა და შუნტირებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესესო პაციენტის გამოსავალი მაგრამ რა ხდება ამ მხრივ ფარმაკოლოგიურად და რამდენად შეიცვალა მკურნალობის სტრატეგია ხო არ იცვლება სტრატეგია მკურნალობისა იმიტომ რომ კი ბატონო მექანიკური სტენტის მეშვეობით მაგალითად სანათური თავისუფლდება ნაკადი აღდგება სისხლის მიმოქცევის მაგრამ თვითონ მიზეზი ჰიპერხოლესტერინემიის მოხსნილი არ არის ამიტომ ეს განაპირობებს რომ ასეთი პაციენტები ჩარევის შემდეგ საჭიროებენ ხანგრძლივად მკურნალობის გაგრძელებას თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში არა, ну რეგულარულად უნდა იღებდნენ როგორც ხოლესტერინის დამწევ პრეპარატებს, სტატინები ქვია ამ ჯგუფის პრეპარატებს, უნდა ღებულობდნენ აგრეთვე აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატებს, იმიტომ რომ ამ ფოლაქის წარმოქმნაში ხელს უწყობს აი ეს სტრომბოციტების მომატებული წეპოვნება, აგრეგაცია, ზოგჯერ ორმაგი აგრეგაციის მეთოდსაც კი მიმართავენ შუნტირებისა და სტენტირების შემდეგ.
პირველი 6 თვის განმავლობაში ორ მედიკამენტს ნიშნავენ ხოლმე როგორც წესი, მერე მცირდება დოზები პირველი წელია უფრო საშიში, რომ შეიძლება მოხდეს რესტენზირება იმავე ადგილას კიდე ერთხელ წარმოიშვას ეს ფოლაკი. თავისთავად თვითონ პროცესი ხომ არ არის შეწყვეტილი. კი ბატონო, ანუ სისხლში ცვლილებები მაინც უნდა პროცესი არ არის შეწყვეტილი. ეს არის დროებითი შეღავათი იმ შუნტირების შემდგომ იმავე ამ მასალაში, რომელიც გადანერგეს, შეიძლება იქვე გაჩნდეს ისეთივე ათეროსკლეროზული ფოლაკი, რომელმაც მერე დახშობა გამოიწვიოს ამის. ეგ პაციენტებმა იციან, მომზადებულებია. როცა ინტიმა დაზიანებულია, აქ ჩვევა რომ იქ მოხდეს ისე დალაგება და ეს მეორებით მოხდეს ეს პროცესი. და ეს თუ მოწყდა დაუშვათ ეს ფოლაკი, მაშინ შეიძლება კიდევ მეორე. კი ბატონო, შეიძლება ისევ წავიდეს მეორე წრეზე ის დაზიანება. შეიძლება სადმე დაეცოს უკვე ესეც პრობლემა გახდეს, სხვაგან არა იმიდან. შეიძლება, მაგრამ თუ კორონარულ სისხლში ხდება ეს როგორც წესი მიოკარდიუმის დონეზე ხდება ეს ისევ განმეორებითი ინფიცირება, მაგრამ თუ ეს მაგალითად რაღაცას მსხვილ სისხლძარღვებშია, თავის ტვინის უკუება სისხლძარღვებში შეიძლება ინსულტი განვითარდეს, განგრენა განვითარდეს, ბარძაღის არტერიაში თუ განვითარდა ეს ათეროსკლეროზული ფოლაკის დაშლა და დახშობა და კლინიკური სურათი მძიმე. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა, ზუსტად თქვენ სწორად განგვიმარტეთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტებისთვის, იმიტომ რომ რატომაც ყოველთვის ათეროსკლეროზი, მე გითხარით კიდეც არის დაკავშირებული ჩვენი Facebook გვერდზე მოწერილი კითხვებიდან ჩანს, დაკავშირებული არის რატომაც ისევ და ისევ მეხსიერების პრობლემასთან, ქოლესტერინის ერთმნიშვნელოვნად ცუდი ნივთიერება, ასე იციან პაციენტებმა. ბოდიში ლიზი ცერებროსკლეროზი არსებობს. აი ეს სკლეროზი განპირობებული თავის ტვინის მკვებავი არტერია. აი ვამბობ ტერმინს კორონაროსკლეროზი. ანუ კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება. იგივეა ცერებროსკლეროზი, თავის ტვინის მკვებავი არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება. და ასევე კიდე ერთი მითი, რომელზეც დღეს ქალბატონმა ცირამ გვესაუბრა, ეს არის ქოლესტერინის ავკარგიანობის შესახებ. და უკვე დღეს ბევრი საუბრობს, რომ არსებობს ფრაქციები და ზუსტად მათ სათითაოდ თითოეული მათგანის მაჩვენებელს აქვს მნიშვნელობა და არა იმას ქოლესტერინის როგორი აქვს. საერთო ქოლესტერინის, აი ამ ლიპიდური სპექტრის სრულად გაკეთებას და მათი შეფარდების ნახვას, ათეროგენული ინდექსის გამოთვლას, ამას ყველაფერს ამ პროფილში აკეთებს ერთჯერადად ანალიზი, შედის ამაში ყველა ეს კომპონენტი, გაანალიზება ყველა ამ ფრაქციის როგორი რა რაოდენობით არის, პლუს ის არსებული რისკ ფაქტორები, რომელსაც ექიმი კრიფავს ანამნეზს, როცა კრებს და პიროვნებას უყურებს, ჭარბიწონა აქვს, აწონა, ყველაფერი გაითვალისწინა, ხო? აქედან გამომდინარე იწყებს მკურნალობას. და ასე თვითნებურად არც დანიშნვა არ შეიძლება, არც ანალიზი არ შეიძლება შინ თვითონ გაუკეთო ამ და მით უმეტეს მედიკამენტის დანიშნა და დოზის რეგულაცია. მედიკამენტი არავითარ შემთხვევაში მედიკამენტი თვითნებურად არ უნდა დაიწყო. კი ბატონო და მისი დოზის ტიტრაციაც რაზეც თქვენ ისაუბრებთ, ასევე მხოლოდ ექიმის პრეროგატივა. ანალოგიურად დავამატებდი, რომ დიეტაც ამ შემთხვევაში ესე სტიქიურად არ უნდა ჩატარდეს, ანუ წონის კლება არ ნიშნავს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, სპეციალური დიეტებია შემუშავებული ამაზე. ჩემამდე ბევრად ადრე მთელი თაობა ექიმების მუშაობდა და დღესდღეობით ეს პოპულარული დიეტების სხვათა შორის გალდონცირა ძალიან ცუდ როლს თამაშობს ამაში და რაღაც პოპულარული მედიკამენტებიც, რომლებიც ზოგიერთი მათგანი კი უმეტესობა არც არის ლიცენზირებული და ნებადართული, რომელიც ვითომ დააქვეითებს ქოლესტერინის დონეს და არის პანაცეა ყველა დაავადებებიდან, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ ეს პრობლემა ჩვენ ქართულ მედიცინასაც აქვს, იმიტომ რომ ინტერნეტი არის ბევრი რაღაცის კარგი, მაგრამ ასევე რაღაც არასწორის პროპაგანდის საშუალებაც და არის კიდე Facebook ფორუმები, სადაც ძალიან ხშირად ნახავთ, როგორ უნიშნავენ ერთმანეთს წამლებს იმ შემთხვევაში, როცა ალბათ ექიმიც ვერ დანიშნავდა ესე თამამად და სწორედ ასეთი შემთხვევისთვის არსებობენ კლინიკები, ჩვენნაირი კლინიკები, სადაც მოგმართავთ
სადაც ქალბატონ ცირასთან მოხდება ჩაწერა, ჩატარდება ის ანალიზები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და მხოლოდ სწორი დიაგნოსტირების შემდგომ დაიწყება მკურნალობა. და დიაგნოზი ამ შემთხვევაში ქალბატონ ცირა უკვე ნახევარზე მეტი საქმეა ალბათ, არა? გასაგებია, ნახევარზე მეტი საქმეა, კი. იმიტომ რომ როცა დიაგნოზი ვიცით, მერე უკვე მკურნალობაც ბევრად ადვილია და პაციენტიც გრძნობს ამას. ამ მომენტიდან კარდიოლოგი ხდება პაციენტის ოჯახის მეგობარი, ასე ვთქვათ, და სიცოცხლის ბოლომდე ისინი მეგობრობენ რაღაც გარკვეული პერიოდულობით, იმიტომ რომ როცა ისმება გულის იშემიური დაავადება, ეს ნიშნავს, რომ მუდმივი მეთვალყურეობა საჭირო ხდება. მუდმივი მეთვალყურეობა კიდე ნიშნავს იმას, რომ პაციენტი გარანტირებული იქნება იმისგან, რომ უფრო მძიმე გართულებები არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში თითქმის სრული ალბათობა არის იმისგან, რომ პრევენცია მოვახდინოთ ისეთი მძიმე დაავადებებისა, როგორც თქვენ მოგვახსენეთ, გადაცემისთვის ვემზადებოდი დღეს და სპეციალურად გადავხედე მსოფლიო სტატისტიკას და მიუხედავად აი ამ კორონაროგრაფიების და 1000 მეთოდების გაუმჯობესებისა, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რა თქმა უნდა, თუმცა ქოლესტერინის, აი მავნე ქოლესტერინის პრობლემა ფაქტიურად უცვლელად მიდის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ცხოვრების სტრესულ გარემოსთან, არაჯანსაღ ცხოვრების წესთან, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდასთანაც სხვათა შორის გარკვეულწილად კავშირშია, კვების თავისებურებებთან და ხანდახან ეს ჯანსაღი საკვები რო გონიათ მივიღეთ, არაჯანსაღია და ასევე კიდე დიდ როლს თამაშობს ზოგიერთი მედიკამენტი, თურმე რომელიც შეიძლება თავისთავად იყოს მიზეზი რაღაც სხვას მკურნალობდეს, მაგრამ ცოტა გუფუჭებდეს აქეთკენ საქმეს. არის ეგეც მომენტიც არის, ყველა პრეპარატს აქვს თავისი დადებითი და გვერდითი ეფექტები, მაგრამ ესეც ექიმის საქმეა, ექიმის პრეროგატივა, გაითვალისწინოს თანხლები დაავადებები, წამლის გვერდითი ეფექტები, ამიტომ ვამბობთ და ამიტომ ვაგწარმოებთ პროპაგანდას იმისა, რომ მოგმართეთ ექიმებს, ჩვენ გავაკეთოთ თქვენი სწორი დანიშნულების შედგენა, ჩვენ შეგირჩიოთ მედიკამენტი და ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეთ, იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა გართულება. სტატინებსაც აქვს უამრავი გართულებები, ამიტომ არის რომ პერიოდულად თუ პაციენტს უნიშნავს მთელი ცხოვრების განმავლობაში პრეპარატს, ღვიძლის ფუნქციებიც უნდა ამოწმო, შემდედებელი სისტემაც უნდა ამოწმო, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სხვათა შორის, იმიტომ რომ საპენსიო ასაკის პაციენტებს ლიპიდური სპექტრი, ღვიძლის ფუნქციები უკეთდება უფასოდ. ეს კეთდება, სახელმწიფო აკეთებს ამას და მოგმართეთ, გააკეთეთ ისარგებლეთ. კი ბატონო, ესეთი ძალიან საინტერესო სქემა არის უკვე ლიტერატურაში შემოთავაზებული, როგორ აწესრიგებს ქოლესტერინის დონის რეგულაციას სხვადასხვა სისტემებში, ესეთი ჩამოშლა ჩამოდის ქვევით და ძალიან საინტერესოა, რომ გაყვებით რამდენ სისტემაზე, რამდენ დაავადებაზე ახდენს პრევენციულ ზემოქმედებას ქოლესტერინის დონის დარეგულირება, მათ შორის აი მეხსიერების პრობლემებზეც არის საუბარი და უამრავ ქოლესტერინის საჭიროა, ესე კი არა რომ არ უნდა არსებობდეს ქოლესტერინის საშენი მასალა უჯრედის მემბრანის უკვე სპექტრზე და არა ერთ ქოლესტერინზე, როგორც ასეთი. საჭირო მასალა არც მკვეთრი დაქვეითება ვარგა, არც მატება ვარგა. აი ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და კი ბატონო, დაბალანსირებული. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თემა გქონდა დღეს და ძალიან ბევრი საინტერესო ტერმინი განგვიმარტეთ, იმიტომ რომ აი სულ ისმის ამაზე საუბრები ხშირად ხო, რაღაც დეტალები მართლაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სამედიცინო განათლება დღესდღეობით გახდა განათლების დიდი ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ჩვენი სტუმარი, ჩვენი კლინიკის ექიმი ქალბატონი ცირე ქრისტესიაშვილი გახდათ. ქალბატონ ცირასთან ვიზიტის დასაჯავრად აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია, ამისათვის მოგმართეთ კლინიკას ტელეფონის ნომრებზე 596 34 50 50 და ასევე 593 30 02 33. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ცირა და იმედს ვიტოვებ შემდეგ გადაცემამდე კიდევ ერთ საინტერესო თემას შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა. კარგი მზადდება.